ამ სავარჯიშოში ერთმანეთთან მოდავაკავშიროთ სიტყვები და მათი შესაბამისი კითხვები, ანუ რა კითხვა და ეს თითოეულ სიტყვას ამასავე დავფიქრდეთ. დავიწყოთ. მაგალითად სიტყვა დედა. სიტყვა დედა არის ადამიანის აღნიშნული სიტყვა და მას დაესმის კითხვა ვინ. გვაქვს ალბათ საგანშაუშული სიტყვების კითხვა ვინ და რა. ვინ კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანს და რა კითხვა ადამიანის გადაყრენა სულიერსა და უსულოს. გაისეირნებს არის მოქმედების აღნიშნული სიტყვა და დაესმის კითხვა რას იზამს. მოძებნოთ ეს კითხვა რას იზამს. ან რას გააკეთებს, ხო? რას გააკეთებს ეს შემთხვევით დამაკავშირებინა? რას გააკეთებს ერთი წუთით? აი, რას გააკეთებს მიტოვეთ. შემდეგი სიტყვა მოძებნოთ თბილი. თბილი არის საგნის ნიშან-თვისების აღნიშნული სიტყვა და მას დაესმის კითხვა როგორ. შემდეგი სიტყვა ავიღოთ იმეცადინა. იმეცადინაც არის მოქმედების აღნიშნული სიტყვა და დაესმის კითხვა ვინ ახლა გააკეთა. შემდეგი სიტყვა ნახოთ. ეს არის გაუბრაზდებიან. რას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, რას გააკეთებენ. დაწერა მოქმედების აღნიშნული სიტყვა, რა გააკეთა, ხო? რაკნა, რა გააკეთა, ერთი და იგივეა. შემდეგ ხე. ხე, რა თქმა უნდა, უსულო საგნის აღნიშნული სიტყვა და დაესმის კითხვა რა. შეაქეს. რა ქნეს. კი ბატონო. წევს. წევს ესაც არის საგნის მოქმედების ან მდგომარეობის აღნიშნული სიტყვების შემადგენლობიდან, კონკრეტულად კი მდგომარეობის აღნიშნული სიტყვა არის და დაესმის შესაბამისი კითხვა რა მდგომარეობაში ეცაგა. და ბოლოს სიტყვა დაგვჭირ კითხულობს, რას აკეთებს. ყველა სიტყვას მოვუწოდეთ შესაბამისი კითხვითი სიტყვა და ნახოთ ამდენად სწორ შევასრულეთ დავალება. ხო, სწორად შევასრულეთ დავალება. სწორად დავაკავშირეთ საგნის მოქმედების და მდგომარეობის, საგნის ნიშან-თვისების აღნიშნული სიტყვები შესაბამის